შენ სუნამოზე გავუვიჟდიცო. მაგარი кайფია, ბრატ. ჩემ აი სიკვდილის კი, ეს სადონასო მასის აი სადონასო. მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს გვექნება პოდკასტი ამ შვენიერ კაცთან, სპარტაკთან, იგივე სანდმახიასთან. სპარტაკ როგორ ახარ? ზოგი არა, მაგრამ კარგად შე როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მიხარია რომ შენი ესეთი მცირე ავლოდიდებით ხარ, წარმოუდგენელი, როგორც ვიცი, ბევრად დიდი კოლექცია გაქვს და ეს უბრალოდ ესეთი უნიკალური სუნამოები გაქვს არჩეული, რომლებსაც დღეს განვიხილავთ და სხვათა შორის ამაგან არც ერთი არ მაქვს დატესტილი ექსკლუზიური სუნამოები არის ფრანჩესკა ბიანკიც, აზადიც ეს ამოშები აღარ გამოდის, ხო, იმიტომ რომ არცაც შემხედრია. აი ფეითი, ფიგმენტი, მიცი, ეს ნეკალის აზადი, ნეკალი ახალი ბრენდია, მსოფლიო ბაზარზე ახლა ხანს გამოჩნდა. რუმინული ბრენდია და ესპანეთშიც ახლა ხან შევიდა რამდენიმე დღეა ინსტაგრამზე მაქვს კომუნიკაცია ამ ბრენდთან, მაგრამ ფრანჩესკა ბიანკი ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის. და რას ფიქრობ ამ ულტრანიშებზე? ძალიან ბევრი კითხვა არის, რა ეს ულტრანიშები რა არის? ულტრანიში რეალურად როგორი ამბავი ახლა გეტყვი რა, როდესაც პარფიუმერია განვითარდა უკვე მსოფლიოში და რაღაც აი ცხოველური ნოტები, მძიმე ტყავი, მძიმე უდი ჩაინერგა პარფიუმერიაში. ასე რომ ვთქვა, სოციქსელმა განავითარა ასეთი ფრაზა ულტრანიშა. რეალურად არანაირი ულტრანიშა არ არსებობს. ეს არის უბრალოდ TikTok made up ფრაზა, ანუ TikTok-მა შექმნა და ზოგადად ინფლუენსერებმა შექმნეს ეს ფრაზა, რომ რაღაცა არომატი თუ რაღაცისგან განსხვავდება თავისი უნიკალურობით, ამით გადმოეცათ. ეხლა მაგალითად აი ულტრანიშა შეიძლება უწოდოს ვიღაცამ ფიგმენტს, იმიტომ რომ არის მიწიერი სამყაროსებრი სუნამო და ასევე უწოდოს ფრანჩესკა ბიანკის ზელავერს თეილს, რომელიც რეალურად ჩემთვის საკმაოდ ლამაზი სუნამოა, ლამაზი ტყავია, ლამაზი ცხოველური ნოტები აქვს, აი მაგალითად სივეტით ეს სუნამო გამოირჩევა ჩემთვის, ნუ სივეტი ვინც არის ეს არის ცხოველური ნოტა. ფიგმენტი სწორედ ასეთია და შეიძლება ვიღაცამ აღწეროს როგორც ულტრანიშა, მაგრამ რეალურად ულტრანიშა ასე სიტყვა არ არსებობს. არსებობს ლუქსი, არსებობს ნიშ პარფიუმერია. ანუ რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს არა ულტრანიშასთან, რომელიც TikTok ტრენდი უფრო არის, ვიდრე რაღაც პარფუმერული ტერმინი. ჩვენ საქმე გვაქვს ამ შემთხვევაში ინდი ნიშურ ბრენდებთან, ინდი აიგივე დამოუკიდებელ ნიშურ ბრენდებთან, რომლებსაც არ ყავთ ასე ვთქვათ მფლობელი და თავის დაქვემდებარების ქვეშ არის. ახლა მაგალითად რო ავიღოთ Penhaligon ან Parfums de Marly კრიდი, მათ ზემოთ დიდი კორპორაციები, Parfums de Marly და Initio, ვინც არიცით ერთი კორპორაციის დაქვემდებარების ქვეშ არის და ნუ სტილისტურად გავს ეს მართლი კომპანიები. კი ბატონო, აქ თავისუფლება ნენად დიდი პარფუმერს არ აქვს, რადგან თავარი გათვლა კორპორაციის არის ის, რომ დაიწეროს გაყიდვები და დაიწეროს ფული. და აქ უკვე როგორ ბრენდებიც არის ორტო პარიზი, ნასომატო, ამ შემთხვევაში ფრანჩესკა ბიანკიც ალბათ, უფრო პარფიუმერს აქვს მთლიანი თავისუფლება, როგორ ბლენდსაც უნდა ესეც დასვამს და არ იქნება მასებზე გათვლილი და ამიტომაც უწოდებთ ექსკლუზიურს, იმას რომ თავი გავანებოთ, რომ ლიმიტირებული რაოდენობა იქნებოდა ამ სუნამოების გამოშვებული დარწმუნებულება. კი, რა თქმა უნდა, ეხლა აქ უკვე უფრო მეტი არომატის წამოღება მინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ვერც მოვახერხე, შემდეგ ვიდეოში შევეცდებით, რომ მეტი არომატი წარმოგიდგინოთ და მეტად გაგაცნოთ სხვა ასე რომ ვთქვათ, ისეთი არომატები, რომლებიც აღარ გამოდის და აღარ იშოვება ბაზარზე. მაგალითად აი ნეკალი, როგორც ვახსენე, ახლა ხანს გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. ეს ბრენდის შემთხვევით აღმოვაჩინე, ნუ მეც სოციალური ქსელებით გავიგე ამ ბრენდის შესახებ და ბრმად ვიყიდე აზადი. ნუ ნეკალი იმდენად დამრთო პატივი, რომ ინსტაგრამზე მომწერეს სემს გამოგიგზავნით ჩვენი უახლესი სუნამოსი, რომელიც ჯერ არავინ არ იცისო რა. ნუ შემთხვევით აღმოჩნდა ისეთი მომხმარებელი, რომელმაც შეიძინა ზუსტად იღბლიან დროს. გამომიგზავნეს ნარცისი და გავგიჟდი ისეთი არომატი. მართლა ძალიან მაგარი არომატია, კრემისებრი, ვანილის ბაზით, საკმაველიც არის აუვიჭველი. მანდ არის. და იმდენად ლამაზია ეს ნარცისით, მინდა წამოღება, მაგრამ გზაშია, ვერ მოვასწრო ჩამოსვლა. და ზეკის შეძენასაც ვაპირებ. ამას შემახსენე რა ქვია? აზადი. ეს ალუბლის კომპოზიციით არის აგებული. ალუბალი, როგორი ალუბალი იგრძნობა, იცი, არა როგორც დაჭყლეტილი და გაწურული, აი ხეზე ხიდან რომ მოდის რაღაც ბლოსომ რა. ჩემი აზრით და საკმეველი აქვს. საკმეველი ძალიან ოდნავ. აი ჩემთან კიდე პირველი საკმეველი იგრძნობა, ალბათ იმიტომ რომ სუბიექტურად ძალიან მიყვარს ეგ ნოტა და როგორც კი ვიგრძნობ ეგრევე ბიჭერი წვირი უფრო აღიქონს ამ შემთხვევაში. ბიჭო, ეგეთი არაფერი დამიტესტავს. რაღაც ჰაიროვანიც არის. კი. აი ჩემთვის ეს სუნამო ახლა ჩემ ტოპ 10 არომატში ჩვეულებრივად შედის. იმდენად სასიამოვნოა, იმდენად სასიამოვნო შლეიფი აქვს, იმდენად კარგი მდგრადობა აქვს.
ყველაფერი ისეთი კომპოზიცია აქვს და ისეთი პროფილი აქვს, რომ ჩვეულებრივად ამ სუნამოს მივანიჭებდი, დავარქმევდი date night-ის დედოფალს. აი AM-ნებისთვის შექმნილი სუნამოა ჩემი აზრით და ისტორიაც ისეთი აქვს, ეხლა თავის ხუთს ჩამოყვა პატარა წერილი, აზადის ისტორია, თუ როგორ უყვარდა ერთი ქალბატონი მანდილოსანი და რა არომაც იხმარებდა და რის ინსპირაციით შეიქმნა ეს სუნამო. ჩემი აზრით სწორადაც დასვეს ეს ყველაფერი, სწორი არომატი შექმნეს. ჩემთვის ეს სუნამო უკვე რავი, აი ტოპ 10-ში თავისუფლად შედის. მოკლედ განსაკუთრებულობის ფაქტორი აქვს ამ სუნამოს უდიდესი. იმიტომ რომ მსგავსი რამ ხალხო მართლა არ სადავ დამიტესტავს, მიახლოვებულიც კი. შეიძლება რაღაც ინგრედიენტები დაიჭიროთ ისეთივე, რომელიც შეგვხვდებათ სხვაგან, მაგრამ ეს ბლენდი და ეს კომპოზიცია ჩემი ცხოვრისთვის ძალიან უნიკალურია. კი. ჯერ ყოველ შემთხვევაში ასე უცებ ვერ აღვიქვამ, იმდენი რამე ხდება, ეს ყვავილებიც ახლა შემოვიდა. ცოტა ხნის მერე კიდე უფრო ლამაზაჯდება ლიქიორი რომ ერევა და უკვე უფრო რომანტიულ მხარეს მიყავს. ხა ხილის ლიქიორის სისხლს, აი ზუსტად ხილის ლიქიორი. ალუბლის ლიქიორი რომ აიღო, რაღაცა ძალიან ძვირიანი ალუბლის ლიქიორი რომ აიღო, სადღაც აი დაახლოებით როგორ ვაიბს გაძლევს, იცი, აი ძალიან მაგარ პაემაზე ხარ რა, არასდროს რო არ ყოფილი ხარ ისეთ აი საოცნებო მანდილოსანთან ხარ პაემაზე და რას უნდა დაისხავდი რომ მკითხოს, პირველი ვისაც ვეთყოდი იქნებოდა აზადი. აზადზე გავუშვერდი პირდაპირ ხელს. ხო, ელეგანტურობაც იგრძნობა თითქოს ის ურბანული სტილიც არის და ჩაცმულზეც. ნოსტალგიური არომატიც არის, სადღაც თუ დაუკვირდები, ნოსტალგიური არომატიც. ხო, აი რაღაცა სხვაგან მიყვავა, ძალიან საინტერესო რაღაც არის და საფასო კატეგორია ამის როგორი არის? საფასო კატეგორია არის 139 ევროის 50 მგ-იანი მხოლოდ ექსტრაქტია. მაგრამ არის დღეები, როდესაც ფასდაკლების კუპონებს არიგებენ. მე მაგალითად მომწეს ფასდაკლების კუპონი, ერთი არომატი შეძენისას, მეორე და მესამეზე უკვე ფასდაკლების კუპონს გაძლევენ. 125 евро, ну დაახლოებით 400-450 ლარის ფარგლებში მერყეობს, ტრანსპორტირებით და ასე შემდეგ. ну საქართველოში ამას ვერ იშოვით. ესპანეთში შევიდნენ, ჯერ სულ რამდენიმე დღეა. არა, ეს ეფრუდ ძალიან კაი რაღაცა არის და კიდევ ვერ ხვდები რაღაც ისეთი ნოტები მომდის, რომელსაც უნდა დააჯდე და მართლა ჩააწერო, ჩამოწერო და ნამდვილი შური არომატია, ჩემთვის ეს სუნამო და მართლა შვენიერი. აი ჩემთვის მაგალითად ვერ ხვდები ადამიანს, თუ გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ეს სუნამო არ მოეწონება. მით უმეტეს ადამიანი, რომელსაც უყვარს ლამაზი არომატები. ხო, პარფიუმერიის მოყვარულს აუცილებლად მოეწონება. შეიძლება თვითონ ვერ გამოიყენოს და ბევრი იქნება ეგეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ამ სუნამოს ვერ ატარებს, მაგრამ როგორც კომპოზიცია, როგორც ბლენდი და როგორც ნიმუში, როგორც პარფიუმერული შედევრი, ასე ვთქვათ, ყველა ვარიანტში პატივისცემას ემსახურებს. აი ბლის არომატებში რა ხან ვართ, მოდი მე ახლა ერთს დაგატესტინებ. ესეც ინდი პარფიუმერული ბრენდი არის, Olfactivo Studio, სახელად Close Up. სხვათაშორის მეც პირველად ხედავ ამ სუნამოს და ძალიან დამაინტერესა გიგის ვიდეოებში ნანახი მოხს ეს სუნამო. ერთი სული მქონდა, როდის დავტესტავდი და ეხლა ვნახოთ. მოგესწონი დადგა. ძალიან სერიოზულია. ალკოჰოლი უფრო კონიაკის ხარეს მიყავს, ძვირიანი კონიაკის ხარეს. ყავი, ქოქოსი, ცოტა. ხო, რაღაც ისეთი კრემისებური აკორდები აქვს. მე მაინტერესებს მან შენ გრძნობ ცხოველურ ეს მოსივეტო ფუნის სურნელს. ჯერ არა, მაგრამ ну ისეთი პროფილით დაიწყო, რომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იგრძნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სივეტი პარფიუმერიის ნაწილი არ არის. სივეტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნოტაა, მე რასაც გადავხედე, საკმაოდ რთულად სასაუბრელიც. იმდენი პროცედურა უნდა გაიაროს ამ პატარა ცხოველმა. მე მაგალითად აი ეგ ნოტა პარფიუმერიაში საკმაოდ მომწონს. ძალიან კაი. მილოცავ, მაგარი შენაძენია ძალიან. კი ბატონო, მე ახლა მაინტერესებს ფიგმენტი. აი ფიგმენტი. აი აუცილებლად. მოდი პატარაზე ვისაუბროთ ჯერ ფიგმენტის ან დავტესტავთ. ან მოდი შენ დატესტე და მე ვისაუბრებ. შენ ისაუბრე მე დავტესტავ. აირე. ბოთლიც ფიგმენტი. აი ახლა შეედარე ახლანდელი ამუაჟის ბოთლი და რა თქმა უნდა სისულელია, ან მიწის ბოთლი უბრალოდ პიითი. კი, ანუ მე ამუაჟმა საერთოდ განიცადა რა ცვლილება. ამუაჟი გადავიდა ისეთი არომატების გამოშვებაზე, რომელიც უფრო არის მასაზე გათვლილი. აღარ აქვს ეს უნიკალური არომატები. აი მაგალითად მენდერი, სერჩი,
აი ვერ ჩაჯდა ჩემ გემოვნებაში, ან თუნდაც ენკლავი, ამოაჟე ენკლავი. ვერ ჩაჯდა ჩემთვის გემოვნებაში, იმიტომ რომ უფრო დაკარგა ის უნიკალურობის ფაქტორი და ჩემი აზრით უფრო ახალგაზრდა მასაზეა გათვლილი, უფრო ხალხმრავლობისთვის არის და აი ასე შემდეგ რა. ფიგმენტს რაც შეეხება, ფიგმენტი არის მიწიერის უნამო earthy notes, ასე რომ ვთქვათ. საკმაოდ უცხოა. სადღაც აკვატიკური ნოტებიც აქვს ოღონდ ბნელი. ცხოველური ნოტაც საკმაოდ ბევრი აქვს, მაგრამ ეხლა თუ თქვენ უჯერებთ ფრაგრანტიკას, პარფუმოს, ასე შემდეგ, იქ ხალხი რას წერს, შეიძლება იქ სულაც რაღაცა მიგზავნილი იყოს, თუნდაც დაწეროს, ტროლი იყოს და რაღაც ცუდი დაწეროს, მაგრამ რეალურად ამ სუნამოში ცუდი არაფერი არ არის. ყვავილოვანი მიწისებრი აკვატიკური სუნამოა ჩემთვის. აი სადღაც ოღონდ ყვავილოვანში არ მინდა ვიღაცა შეცდომაში შევიყვანო, აქ არ იგრძნობა ის ყვავილები, ჟასმინი და ჟასმინი, აქ არის წყალქვეშა მცენარეების სუნი უფრო მეტად გამძლარი და თუ გიყვარს ბნელი აკვატიკური სუნამოები, მაშინ ფიგმენტი უნდა მოგეწონოს და სხვათა შორის ფიგმენტი მივამგვანე ელექტიმუსის ბლეკ კავიარს. ბლეკ კავი, აი უნდა მეთქვა რომ ძალიან ნაცნობი სურნელია თქო რა. ძალიან გავს მაგ სუნამოს და სხვათა შორის მე რაც წავიკითხე, სოციალებში ეს სუნამო რადგან აღარ გამოდის, სადღაც იშვიათად თუ შეხვდება ვიღაცის განხილვა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა ახსენა ელექტიმუსის ბლეკ კავია. ელექტიმუსის ბლეკ კავია, ვინც არიცით, არის, ბრიტანული ნიშ ბრენდი ელექტიმუსი და ბლეკ კავია მათი ერთ-ერთი არომატია, ცნობილი სხვათა შორის ყველაზე და შავი ხიზილალის პროფილით არის ეგ სუნამო აგებული, ბნელი აკვატიკური სუნამოა და ფიგმენტი მახსენებს მაგ სუნამოს. მაგრამ აქ ხიზილალას ვერ ვზობ. ხო არა, აქ უფრო მიწაში ვარ და ჩემ აი სიკვდილის სუნი. კი. აი ტალახის სუნი აქვს თითქოს ტალახში ჩავარდი. ოღონდ ტალახში ჩავარდი და გარშემო მინდორიც არის. კი. უცებ გასუფთავდები როგორ ოკეანის გავს და გადახტები. ხო. ეს ზღვაზე მიდიხარ, დიდი ტყლაპო გაიჩნდა ჩახტი. ამოხვედი და შედარება იყო. ამოხვედი და რაღაცა ზესუმზირის ბაღში აღმოჩნდი და უცებ წყალში შეხვედი. რაღაცა ეგეთი ის აქვს. ბიჭო, აი ამ სუნამომ არ გადამრია. კი. ხო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არომატი მაქვს და სუნამო მაქვს თავში, რომელსაც ამას შევადარებ. კი, გითხრები. ბიუჯეტულშიც და გინ ზედა ეშელონებშიც. აი ძალიან მშრალია, ხისტი მიწის აკორდია და ნატურალურად არის ეს გადმოცემული და ძალიან საინტერესო არომატია პირველ რიგში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნიკალურობის ფაქტორი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ჩემი ცხვირისთვის არ აქვს. იმიტომ რომ მსგავსი არომატები მინახავს და ბევრ განდამიტესტავს. შეიძლება ასეთი ხარისხი არა და ამ სურნელის პროფილის მსგავს გულის ამ შემთხვევაში. მაგრამ აი რა არის ეს სუნამო რომ გამოეშვა აი თქვათ ეტატ ლიბრეს ან თუნდაც ნასომატოს უფრო ჩავსვამდი კონტექსტში, მაგრამ აი ამუაჟი რადგან უშვებს, აი თითქოს ვერ მოვდივარ რა, რომ აი ეს ამუაჟი სუნამო რომ არის, ვერ მივხვდებოდი ვერასდროს. კი, რა თქმა უნდა, ეგრეა გეთანხმები. ეს სუნამო იმიტომ შეწყვიტე სხვათა შორის მე რაც წავიკითხე ამუაჟის აღწერები და ასე შემდეგ, მომხმარებელთან დიდი ბოდიში. ამ სუნამოს ყავდა თავის დროზე ძალიან დიდი მომხმარებელი. დიდი ნაკადი ყავდა და მოკლედ ვინც ყიდულობდნენ და მომენტალურად გაქრა საიტებიდან, მომენტალურად გაქრა ამუაჟის ოფიციალური ვებგვერდიდან და ამუაჟმა დიდი საბოდიშო წერილი გამოაგზავნა მომხმარებლებთან, მით უმეტეს პირად მომხმარებლებთანაც, ვინც უშუალოდ ამუაჟის კოლექციას აგროვებდა და მე წერილებში, მეილებში ნახსენები იყო, რომ იმიტომ შეწყდა რეალურად ეს სუნამო, რომ პარფიუმერმა მისი დამზადებულიც არის ეს სუნამო პირდაპირ უარი თქვა, იმიტომ რომ პარფიუმერიაში აიგზავნა რამდენიმე ნოტი, რაც ამ სუნამოშია გამოყენებული და ფიზიკურად უკვე პარფიუმერს აღარ შეეძლო, რომ ხელოვნურად გამოიყვანა ის ნოტები და ეს სუნამო უკვე შედარებით ხელოვნურობისკენ წასულიყო და კარგავდა თავის ხო, არა, წარმოვიდგინე მიწიერი აკორდები ისედაც ხელოვნურად ჟღერს პარფიუმერიაში თითქოს. ბედნიერი ვარო ვიპოვე, ბედნიერი ვარო ვიშოვე და მიხარია რომ ჩემ კოლექციაში ეს სუნამო დღეს არის. აშკარად ისეთი საინტერესო არომატი არის. იყო თავის დროზე. აი ბნელი მიწიერი სურნელები ვის მოგწონთ, ძალიან საინტერესო არჩევანი არის, ვერი შევით მართალია, მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ. არა, არის ეხლა როგორი სიტუაცია ნახე, უფრო აღმოსავლურ ქვეყნებში მაგალითად როგორიც არის ომენი, როგორიც არის საუდის არაბეთი, როგორიც არის ყატარი, ქუვეითი, მან შეიძლება სადაც მარაგში იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალ ფასში, ისეთ ფასში, რომ ადამიანს არ გიღირდეს უბრალოდ მაგ ფასის გადახდა.
თუმცა მაინც თუ ვიღაცას დაგაინტერესდა, თუ ვიღაცას მართლა გულით გაინტერესებდა გიღიზიდავთ ასეთი ბნელი სურამოები, მე არ მაქვს პრობლემა, შეგიძლიათ მომწეროთ, გეტყვით ჩემი სამართ, მოგზავნით, დაგატესტინებთ. მაგაზე მე და გიგის პრობლემა არასდროს არ ქონია, იმდენად გვიყვარს პარფიუმერია, რომ მზად ვართ თვალსაც ნებისმიერ დროს დავეხმაროთ. ეხლა მოდი გადავიდეთ Fate-ზე. ეს არის ანუ ჯერ უბრალოდ ამის ფლაკონს რო შეხედოთ რა არის, როგორი ლამაზია. რა ლამაზია რა. აი ამ მოაჟის ფლაკონები თან ეს ძველი ფლაკონია ხო? ძველი მაგნეტი. ეს ყუთები არის ძველი. ამ ყუთებით კიდე მაქვს ვიჩატი, ძველი გოლდი. აი გოლდის წამოღებაც მინდოდა, მაგრამ აი ეს უკვე ჩემი სტილია. აი Fate არის ყვავილოვანი პროფილები თუ გიყვარს სურამოში. ყველაზე ზემო კლასია Fate ყვავილების პროფილით. აუ რა გაბიჭო თან. ყვავილები და საკმეველი თუ გიყვარს. აი მოხალული რაღაცის სუნი აქვს. ერონისკენ არ მიყავს ცოტა. ძალიან ცოტა მიყავს. აფგანოსკენ უფრო მიყავს ჩემი აზრით. აი აფგანოსკენ. აუ კი, სადღაც სიბნელე უტყავს, მაგრამ აი პირველი გამახსენდა ტერონი, რომ მაგასაც რაღაც მოხალული რაღაცის სუნი აქვს და მაგიტომ გამახსენდა ზოგადად ერთმანეთს მაგრად გვანა. ნუ ერთი კაცი შექმნილიც არის ალესანდრო. აი ამის ლაითი ვერსია. ისიც გამახსენდა რაღაც ტერონის და ამას დაგატესტინებ და ეს ლიკვიდისაა ხო სავარაუდოდ? ეს Fate. კი, სადღაც მაგვანებს და სადღაც მახსენებს Fate-ს. არა, ახლა ის ტერონის და ავღანოს მსგავსება და ამის მსგავსება. უერო გაჯდა, აი კანზე კიდე სხვა ტიპი, აი დიდი სურვილი მაქვს თუ გაინტერესებს კანზე და ის ხიბუჭველი Fate. ნუ ფიგმენტი სხვანაირად იხსნება კანზე რა თქმა უნდა, მაგრამ აი Fate კიდე უფრო მეტად არტისტული სურამოა ვიდრე ფიგმენტი. ფიგმენტს მაინც ერთი პროფილი უჭირავს და თავიანვე რა ვაიბებსაც იჭერ, იგივე ვაიბი აქვს ბოლომდე. მაგრამ სუნი იცვლება ეტაპობრივად, თუმცა აი Fate სხვა ტიპია უფრო. ნუ არა, ეს იქნებოდა ჩემი მეორე საყვარელი ამოაში. აი ძალიან მართლა ტოპის სურამოა. ესეც იმიტომ შეწყდა რომ უბრალოდ რაღაც ნოტები აიგზალა, რაღაც ყვავილები იგზალება ხოლმე ხშირად პარფუმერიაში, იმიტომ რომ ავლენს რაღაც ალერგიულ ხისებებს და სხვათა შორის მე რაც წავიკითხე, Fate-ში იყო გამოყენებული, აი ხა მოგეხსენებათ Tom Ford-ის Black Orchid-ის ისტორია, შავი ორქიდეის, რომ იქ ხელოვნურად გამოიყვანეს სპეციალურად შავი ორქიდეა და ჩადეს ხო, ნუ ეს გამოიყვანეს რა ყვავილი ჯიშა შავი ორქიდე არ არსებობს და არც ყვავილი არ შეუქმნიათ. კი, რა თქმა უნდა. ხელოვნურად რა ისე, მაგრამ აი ამისთვის მე რაც წავიკითხე, არც ერთი ყვავილი არ ყოფილა ხელოვნურად გამოყვანილი, არც ერთი ნოტა, ყველა აქვს ბუნებრივი და ყველა არის დაახლოებით 150 ჯიშის ყვავილია გაერთიანებული ამ სუნამოში. თუ დააკვირდები მართლა იმდენად რთულად იხსნება ეს ყვავილები, რომ ვერ იგებ იქ ვარდია, ჟასმინია, ვერ გაარჩევა იმდენად ლამაზი არომატია რა და ჩემი აზრით მართლაც გამოუვიდა ამ მოაჟს და შექმნა. ნუ კიდევ ვიმეორებ ამ მოაჟი ჩემთვის არის ერთ-ერთი ტოპ ბრენდი. აი უმაღლესი კლასის ნიშა თვითონ ამ მოაჟი. აი ამ მოაჟზე ცუდი როგორ უნდა თქვა ადამიანმა, როცა ამდენი საოცრება გაჩუქა. აი მოდი რადგან ამ მოაჟზე ვსაუბრობთ, აბა ბარემ ეხლა მოდი ლამაზად გადავიდეთ ამ მოაჟის ატარზე, ესეც რა ეს ექსკლუზიური ნამუშევარი არის, აღარ გამოდის არსად და არის სითხე. ეგრეთ წოდებული ესენცია. ატარ კოლექცია 95%-იანი პარფუმის შეცვლობა დამიტესტეთ. ეს იქნება რაღაც აუ ამას ვერ იშორება, მაგრამ აი ულტრა ნიშა თუ გაინტერესებს დაახლოებით რადგან ჩამოვარდა საუბარი, ულტრა ნიშს უწოდებენ ასეთ არომატებს, რომელიც ძალიან ცოტა მარაგში არასდროს არ არის. აი ხალხი რო პირდაპირ ნადირობს ასეთ არომატებზე. აი თუნდაც მოდი სანამ დავტესტავ ერთ ვიტყვი კიდევ უცებ. აი მაგალითად ტოსკოვატი, ავიღოთ ბრენდი, რომელიც არის რუმინეთში დაარსებული. დავიდი ჯიპა არის მათი ერთადერთი პარფიუმერი, სხვა არავინ არ მუშაობს მაგ სუნამოზე. ახალგაზრდა რუმინელი ბიჭია, რომელიც საკმაოდ მაგარ არომატებს ქმნის, ადია ლევანესთანაც აქვს ნამუშევარი და ტოსკოვატის და სენსლიპის კოლაბორაციით ექსკლუზიური ახალი 2024 წლის არომატი დაიდრობა, ასე ვთქვათ, ტოსკოვატის უდაბნოს ქმნილებები და იგი მკიის ის, მაგრამ მე ვიყიდე, მოკლედ, პირველი დამიზიანეს გზაში და ეგრევე შემიცვალეს და წერა შევამოწმეთ, გიგისთან რომ მოვდიოდით და უკვე გზაშია მეორეც და დიდი სიამოვნებით დაგატესტინებ. თუ რამდენად მაგარი ბრენდია ტოსკოვატი და რამდენად მაგარ არომატებს ქმნის. დიუნი, ვისაც გიყვართ ფილმი, ორი ნაწილი აქვს დიუნს, შენც გეცოდინება. ვიცი, მაგრამ ვერ უყურებ ერასდროს, იმიტომ რომ 15 წუთში ჩამეცინა, რამდენჯერაც ძალიან მოსაწყენად იწყება. ძალიან მოსაწყენად იწყება. პირველი ნაწილი არის, დიუნის ინსპირაციითაა შექმნილი და აუცილებლად დავატესტინებ გიგის და გიგის ასაცაც მოვისმენ მაქვს სუნამოსთან დაკავშირებით რომ ჩამოვა.
ეხლა ვნახოთ სადმე ოპა მორჩა მაგას ორი დღე უნდა იყო რამე უმეს ვიპოვი ადგილს ეს გამომართვი ძალიან მაგარი რამე აქ არის ვინც არ იცით გამოყენებული ნამდვილი უდი ის სიპრიული არა ინიშიო უთვორგრიტნეში რო არის ეგეთი უდი არა ნამდვილი უდი გამოყენებული არის ნამდვილი მირონი და ნამდვილი საკმეველი ამ სუნამოს აღწერდი ორი სიტყვით მხოლოდ სამი ნამდვილი უდი და საკმეველი აი ამ სუნამოს თუ გიყვარს ეს პროფილი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იყიდეთ მაგრამ ვერ იყიდით არა ერთ ადამიანს უდოს მარტო $2000 ძალიან მაგარი მე შემომთავაზა თამაში 1200 არა სისულელია ადგილი შანსი არა ორადაც რო იყოს მეთქე ძალიან კაი ეს კოლექციაში უნდა მქონდეს მე რა უეჭველი ხს აი ამისის შეგიძლიათ ასე საირი ერთი წვეთიც კი ზედმეტი იქნება ჩემი აზრით არა დამახშო დედასპიცა ვარ ის რო დავისხე თან აქაც და კარჩე გაგუდული ვიყავით აი თან ეგრევე აი სუნამოს ხო ეტყობა ეგრევე როგორი უდია როგორი ხარისხის უდია გამოყენებული მაგრამ აი აქ არის რაღაც ზე უდი კიბე რო იყოს პირველი კარების გამრები იქნება და ამას უდი ალბათ რომ აი შემოგზანდით ხოვდებს რო ეძახის ხო ხდები ძალიან კაია მოდი რადგან ამ მოაჟებზე არ შევწყვიტეთ საუბარი მათხოვე ტესტერი აბა ეს რომელი არის მიცმენი მიც ეს სუნამოს აღარ გამოდის სამწუხაროდ ამ მოაჟის კიდევ ერთი შეწყვეტილი ეს ლამაზი მოხი არის თან ქერებში ჩდება ამ მოაჟის კიდევ ერთი შეგვისფერებში ჩდების აი ეს აღარ გამოდის არასოდეს არის შოვები ამ მოაჟის კიდევ ერთი შეწყვეტილი შედევრია აქვს რა საიტებზე ყველგან ვეძებე აი გადავქექე ვერ ვიპოვე და შემთხვევით სულ შემთხვევით წავაწყდი შვეიცარიაში ერთ ტიპს შენიც ეს ისტორია მაგრამ ვინც არ იცის მოუყვეთ გაუზიაროთ ჩვენი სიხარული შვეიცარიაში წავაწყდი ერთ ტიპს ვალენტინო ქვია სახელი და შევეხმიანე მოკლედ თუ გაყიდი მეთქი რაღაც და ანუ ვენდე ბრმათ ამ ადამიანს ხო შეიძლება ხა ადამიანი გადაგაგდოს არ გამოგიგზავნოს მაგრამ ვენდე გამომიგზავნა ჩამომივიდა ცოტა გაიწელა ტრანსპორტირება მაგრამ იმდენად ველოდი ამ სუნამოს იმდენად მინდოდა რომ მზად ვიყავი ერთი წელიც დავლოდებოდი თავარია კოლექციაში ყოფილიყო და ძალიან მოხარული ვარ ძალიან დიდი მადლობაც გადაუხადე მაგ ადამიანს აი ეს სუნამო ასოცირდება რასთან მე გეტყვი სევდასთან მე გეტყვი ახლა რასთან ასოცირდება ჩემთვის არის ფიგმენტი აიყვანე კუბში ფიგმენტი აიყვანე კუბში მაგრამ ეხლა გეტყვი კიდე რა ხდება ეს არის ერთადერთი ამუაჟი რომელშიც გამოიყენეს 500-ზე მეტი ინგრედიენტი 500-დან ასოცირდება და ასოცირდება სევდასთან ეხლა მე გეტყვი ბავშვობაში ანუ ამის პარფიუმერი უშუალოდ წერს რომ ბავშვობაში როდესაც პატარა იყო ხშირად უყვარდა მდინარის პირზე სეირნობა ხშირად უყვარდა სანაპიროებზე სეირნობა თან მარტოს გონდა საკმაოდ რთული ბავშვობა საკმაოდ სიღარიბეში გაიზარდა და მისი ოცნება იყო პარფიუმერია და გადაწყვეტა როდესაც ჩამოყალიბდა უკვე და პარფიუმერად ჩამოყალიბდა და გაგოცნო ამუაჟმა რომ დაიქირავა გადაწყვეტა შეიქმნა ისეთი არომატი რომელიც ასოცირდებოდა მის ბავშვობასთან შენ თუ დააკვირდები ხა მან რამდენი ნოტა იგზნობა აუ ბიჭო ძალიან ყვავილები ხო იგზნობა ციტრუსების იგზნობა აკვატიკაც იგზნობა ოღონდ არ ვიცი აქ თუ არა მაგრამ ჩემთვის იგზნობა რაღაც ან შეიძლება ციტრუსებისა და რაღაც კომბინაცია მაგეთკენ მიშვებს და მიწიერი ელემენტები არის ძალიან ბევრი ოღონდ ტალახისებში არ მიდის ეს მიდის უფრო ხრეშისებში ხო აი თითქოს მდინარის პირას მიაბიჯებ და რაღაც ფორტოფრის ხეია შეკვდა და რაღაც ყოფილიობა და ყვავილობის გეთახმები აბსოლუტურად ეგრეა ბიჭო საკმაოდ მეუგზნობ ყველგან თუ რაღაცა ხდება ჩემს ფერთან არა ამას აქვს საკმეველი აქვს თან ძალიან ლამაზი შემეშინდა უკვე იმიტომ რომ ყველგან საკმაოდ მე ამ სუნამოს სადღაც ვაიგივებ კიდევ ფიგმენტთან სწორი თქვი კიდევ ვაიგივებ ამუაჟის ინტერლუდ ბლეკ აირისთან აუ ბაზარი არა ბლეკ აირის ოღონდ როდის იცი სადღაც 2 საათში როგორც ჩდება აი ცოტა ყავი რო უკან გადადის და კი გესწამიწევა რეზინები იწევს წინ უკვე საბაზისო ნოტება აუ ეს არის არომატი რომელსაც დავისხამდი ნებისმიერ ნებისმიერ სეზონში შეიძლება ყოველდღიურადაც იხმარო ზაფხულში გიყვარს მაგრამ სიცხეში ყოველდღიურად ესეთი ხო არა ამას ახლა არ დავწყვეტი რა თქმა უნდა მაგრამ
სევდა არ ვიცი რამდენად არის და პარფუმერი სურდა თუ არა სევდა და ასე შემდეგ სურდა როგორც უკვე მაგრამ ჩემთან პირიქით უფრო ცოტა სხვა ვაიბს გაძლევს სხვა ვაიბი მოვიდა რა თითქოს კარგი ხასიათის გამაყენა და რაღაც პარფუმერის ისტორია შეიძლება სულაც უნდა რომ შეექმნა თან სევდიენა თალამაზია რომ ეგ წინა სიტყვაობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურნელის აღქმაში აი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ იყონო თუნდაც ოპერაში ხარ ან რომელიღაც ორკესტრს უსმენ და შენ ამას უსმენ ერთიანად როგორც ერთ კომპოზიციას მაგრამ მე შენ რო გითხრა რომ აი დრამერს აი ვიოლინოს მოусმინე იქ რა მაგარი ხელოვანი ადამიანია და მარტო ვიოლინოს ხმას რომ გაიგებ აი მე რეაფასებ რომ ვა მართლა რა მაგარი რაღაცა არის და შენ რომ თავიდანვე გეთქვა ეს წინა სიტყვაობა შეიძლება მეც იქ გადავიყვანი ან რო გითხრა რომ თუნდაც გამოუცდელ ცხვირს რომ ანახო რაღაც უნამო და წინასწარ უთხრა რომ აქ იგრძნობა ესა და ეს ხრეში მიჯებული რაღაცები მაგას დააკვირდება და მაგას დაეჭერს და ეს არ არის რაღაც ბარნუმის ეფექტი და არც ის რომ თვითდაჭერ არაფერი მსგავსი უბრალოდ გაიდი არის ანუ სახელმძღვანელო არის რომ გზა გაგიყოლოს და უფრო მარტივად დაალაგდეს შენ ცხვირთან იმიტომ რომ ძალიან უნიკალური არომატი არის ნაცნობიც არის თან არცად შეგხვდება და ჩემთვის უკვე ასე ერთ ხელის მოსმით შეიძლება არა მაგრამ ну მაინც ერთი ამოაშეს არჩევ შემეძლოს აი ალბათ ამას ავირჩევდი. ну შედევრია გეთ აი მართლა უნიკალური და შედევრი არომატია ეს ამოაგი ჩემთვის. კიდე ერთი კითხვა მაქვს შენ ეს უნამო უფრო მეტად მოგწონს თუ ლემალი? რა თქმა უნდა ეს. Stronger with you? რა თქმა უნდა ეს. კაი მე მაინტერესებს შენი აზრი დიზაინერებზე. და რამდენად ცნობი ხარ ამ საკითხში? დიზაინერებში რა ხდება ახლა გეტყვი რა. რომ ავიღოთ ახლა ცნობილი ბრენდები, დიზაინერული, ну Versace, Dior, Jean Paul Gaultier. მე და დასამალი რა მაქვს დიზაინერს უნამოები, მაქვს Stronger with you absolutely, ლემალე პარფუმი ოღონდ შავი, ну ყველა მიცით ეგ და ჩემი ფავორიტი ყველა დროის საუკეთესო დიზაინერი ორი Gucci Gucci absolutely. არა. კაი ჩემ Tom Ford-ის შავი ორქიდეა და Dior Homme Parfum. კაი ეს Tom Ford-ი გამოვიწყოთ, იმიტომ რომ Tom Ford-ზე ვერ დავარწმუნე ეს ხალხი რომ დიზაინერულია. და ნიშური გონიათ, მაგრამ კაი Tom Ford-ი ამოვაგდეთ, მაგრამ მოდი ამოვაგდეთ. კაი Tom Ford-ი მარჯელა და ეგეთები ამოვაგდეთ, რომელიც ვერ გაურკვევია. დავამატოთ მაშინ იყოს Dior Homme Parfum-ი, მესამე დიზაინერი, მართლა ძალიან მაგარი დიზაინერული არომატია. ერთადერთი აი ვიტყოდი კიდეც რომ Black Orchid-ზე მეტად ნიშურ არომატად Dior Homme Parfum-ი მიმაჩნია მე პირადად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ Black Orchid-ი არ ვარგა, არ არის კარგი. Black Orchid-ი არის კი, Black Orchid-ი არის შედევრი, პარფიუმერული შედევრი მართლა. ანუ იმდენად ელეგანტური, იმდენად სასიამოვნო, იმდენად ბნელი შოკოლადისებრი ყვავილოვანი სუნამოა, რომ აი არ არსებობს დღე მე ეგ დავისხა და კომპლიმენტი არ მიიღო. კაი, უოლჭველი კითხავ შენ კომენტარებში, შენი საყვარელი ბრენდი რომელია და პირდაპირ გეტყვით რომ ეს არ არის ამოაში. ეს არ არის ამოაში. ხო არა და მიდი შენ ილაპარაკე. შენი საყვარელი ბრენდია და რატომ არის და რატო არ გირჩევნია მისი ტყუპისცალი. ჩემი საყვარელი აქამდე დაგიტესტავთ The Lover's Tales. აუ ეგ მართლა უნდა დაიტესტოს. ეს სუნამ ყველამ უნდა დატესტოს ჩემი აზრით. აი ყველა გასხმა აღარ მინდა. მაგის ორ სპრეიზე მეტი ტარება არის სიკვდილის ტოლფასი ოღონდ მართლა. სხვა სამყაროში გადაყავხარ. იმდენად ძლიერი და რთულია. სანამ გიგის რეცეპტორები კარგად გაიაზრებენ ფრანჩესკას სუნამოს, ну მართლა ბევრი შეკითხვა წამოვა ალბათ საყვარელი ბრენდზე და მე გეტყვით რომ ეს არ არის ამუაჟი. იცით რომ ამუაჟი ძალიან მიყვარს დასუმატოთ, მაგრამ მაგათი სანამ იყო აპრიკოტი ხო არა აქ? არა, მე ვერ ვსმოთ. რაღაც ის შენი ძვირი დღეს რაღაცებს აგიქვავს. აი ანკლიავის ან ატმის ჯემივით ხო არ არის რაღაც? ჯემივით არა, მაგრამ თაფლის ნოტა აქვს სასწაული. აი თაფლით თაფლია. აი მურაბაზე მოსავდი. კი. თაფლი ამშვენებს მაგ ცხოველურ ტყავს, რაც აქვს მაგ ფრანჩესკას სუნამოს. ჩემი საყვარელი ბრენდი, მოდი ჯერ ტოპ 3-ზე ვისაუბრებ და მერე გესაუბრებით, რატომ არის ჩემთვის საყვარელი ორთო პარიზი. ტოპ 3 ბრენდი არის, ну, მესამე ადგილზე დავაყენებდი ნასომატოს, მეორე ადგილზე დავაყენებდი ამუაჟს და პირველზე ორთო პარიზს და რატო? ალესანდრო გოლტიერი არის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო პარფიუმერი. ყავს სხვა ფავორიტი პარფიუმერებიც, მაგრამ მე ამათგან გამოვარჩევდი ალესანდრო გოლტიერს. ну, ცოტა რო ვთქვათ, ეს კაცი ცოტა შეშლილია. თვითონ იძახის თავის პირით ყველა ინტერვიუში, რომ არ შეშლილი. და როდესაც ეკითხებიან რა გაძლევს სუნამოს შექმნის ინსპირაციას, ანუ რის ინსპირაციით ქმნი, იძახის რომ ეგ ძალიან ცნობილი ვიდეოა, მე დავუხოთ ლინკი თუ გინდა კომენტარებში და მოусმინოთ.
ინსპირაციას მაძლევს ყველაფერი, რაც ჩვენში შედის და გადის. ანუ ძალიან მაგარია თქვა, მე რეალურად ვაფიქრე. ფეკალიები, ცხოველური ნოტები, ტყავი, ქარხნები, მიტოვებული საწარმოები, ეს არის ამ კაცის ინსპირაციის წყარო. ჩემი ყველა დროის საუკეთესო სუნამო არის ორთო პარიზის ქუიუმი. რომ შემეძლოს სოფლიოში ერთადერთი სუნამოს დატოვება და მითხრა აი კანონი რომ შემოვიდეს მაგალითად სახელმწიფოში, არ გვისმინოთ, არ გვინდა ეს კანონი. მაგრამ რომ შემოვიდეს კანონი და თქვან რომ აი ერთ სუნამოზე მეტის ქონის უფლება არ გაქვს. დავიტოვებდი ორთო პარიზის ქუიუმს. იმდენად მიყვარს, იმდენად ბრუტალურია, იმდენად უნიკალურია და იმდენად არტისტულია ჩემთვის ეს სუნამო. პირველი ნიშა იყო რომელიც შევიძინე. პირველი კოლექციის შეგროვება რომ დავიწყე და უკვე რომ ჩამithრია რამდენიმე წლის წინ პარფიუმერია. პირველი ნიშა რომელიც შევიძინე იყო ორთო პარიზის ქუიუმი და თან შევიძინე ბრმად. რამდენად სულელური ნაბიჯი გადავდგე ეგეთ არომატზე, მაგრამ ერთი წამითაც არ მინანია. ძალიან მაგარი არომატია. რატომ ირჩევია ნასომატოს ორთო პარიზი? ნასომატოს სუნამოები უფრო ნათელია, უფრო არის მასაზე გათვლილი და უფრო შედარებით ისეთ ლამაზ არომატებს ქმნის ჩემთვის ნასომატო, რომ ორთო პარიზი გეტყვი ხა რასაც გულისხმობ. ორთო პარიზი შეიძლება სადონასო მასის აი სადონასო ეს პასამყაროა სადონასოს დავანებოს თავიც მინდოდა მაგის წამოღება თან ხო იცი მაგის რომელი ედი შეიძლება აუ ხო ეგ არ ვაჩვენებდა ხო და ნუ ან TikTok-ს არ დააბლოკა მე რაღაც ვიდეო დაბლოკოს YouTube ხო ორთო პარიზი ჩემთვის არის უფრო ნაკლებად მასაზე გათვლილი უფრო ისეთი არომატები აი ტერონი, ქუიუმი, ბოკანერა, ვისაც შოკოლადი გიყვართ სტერკუსი პირდაპირ არის ფეკალიის ინსპირაციით შექმნილი სუნამო, აი წარმოიდგინეს სტერკუსი და მართლა აი იმდენად უნიკალური არომატები აქვს ორთო პარიზი ჩემთვის. თან პირველი ნიშ ბრენდი იყო, რომელსაც გავეცანი. პირველი ნიშ სუნამო იყო ჩემთვის ქუიუმი. კიდევ ვიმეორებ და იმდენად შემაყვარა მაგ ბრენდმა თავი, რომ ყოველთვის ტოპზე მიყენი. აი პირველ ადგილზე დგას ჩემთვის ორთო პარიზი, მეორეზე დავაყენებდი ამუარს, მესამეზე დავაყენებდი ნასომატოს. ბოკანერა გერჩევნია თუ პარდონი? ბოკანერა. და შენ ერთ თემა გამოგჩა, მოდი ვილაპარაკოთ შენ კონტაქტზე გოლწიერთან, რა ხდება, როგორ ხდება, როგორც ვიცი, ახალი სუნამოს წარდგენა იქნება თებერვალში. მგონი გადაიწია. თებერვალში და მგონი როდესაც ჩამოვა ალესანდრო გოლწიერი აპირებს ჩამოსვლას, ერთ-ერთ მაღაზიაში შეექნება პრეზენტაცია, როგორც ვიცი და დაპატეჟებული ხარ. კი. ხო, და 2027 წელს აპირებ პარფიუმერია ისწავლო თვით ალესანდროსგან. დიახ. არა მართლა ალესანდროსგან. ხო, ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ალესანდროს აკადემიაში და ასე შემდეგ უშუალო კონტაქტიც მოგიწერს. როგორ მოხდა ეს? როგორ დაიწყო? შენ მიწერე ის შეგეხმიანა? თუ ეს კონტაქტის ამბავი როგორ მოხდა, როგორ დაუკავშირდით ერთმანეთს და რა რეაქცია ჰქონდა და მსწავლელზე რა სიტყვას აკეთებდ შენ მომავალ გეგმაზე? მოდი ვისაუბროთ მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით. მოკლედ ყველა მიცით რომ TikTok-ზე მაქვს ჩემი არხი, სადაც Saint Mafia ვინც არიცით ნიშ პარფიუმერიაზე ვაედიტებთ ვიდეოებს და ერთ მოკლედ მე და ჩემი მეგობრები, ძირითადად მე ვარ არხის წამყვანი ძალა, მაგრამ მეგობრებიც მეხმარებიან ხოლმე. რაც შეეხება გოლწიერის და პარფიუმერიას, სავარაუდოდ ორთო პარიზის და ნასომატოს ონლაინ, ნუ როგორც იცით, ორთო პარიზის და ნასომატოს ორივე არის ალესანდრო გოლწიერის დაქვემდებარებაში, ორივეს ფლობერის და პარფიუმერიც არის თვითონ. ორთო პარიზის და ნასომატოს სავარაუდოდ PR მენეჯერმა ან ონლაინ მენეჯერმა ან მარკეტოლოგმა შეამჩნია ჩემი ვიდეოები ორთო პარიზთან და ნასომატოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში და დამიკავშირდნენ Gmail-ის დახმარებით, მეილით. მოკლედ PR მენეჯერმა მომწერა, რომ ალესანდრო გოლწიერის მეილი მომივიდოდა მალე, ნუ რა თქმა უნდა არავის არ მქონდა ეგ ნათქვამი და ძალიან გამეხარდა. და ორ კვირაში დილის 11 საათზე რომ გამეგვიძა, ხვდება ალესანდროს მეილი, რომ საკმაოდ მადლიერია ჩემი, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც უყვართ არა მარტო მე, სხვაებიც, ვისაც გვიყვარს ალესანდროს შედევრები და ნამუშევრები. და პირდაპირ გამომიგზავნა მეილი, რომ საქართველოში ჩამოდიოდა 2000, უბრალოდ ჩამოდის 2025 წლის ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისის თვიდან აგვისტოს თვემდე მაგ პერიოდში და გამომიგზავნის მოსაწვევს, სადაც მივალა. შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ ონლაინ გავაგზავნე პარფიუმერული აპლიკაცია, პარფიუმერულ სკოლაში, უნივერსიტეტში. და შემთხვევით მომივიდა თანხმობა, მოკლედ. საკმაოდ რთულია მან მოხვედრა. ესე იგი შემთხვევით არ მოხსნია. საკმაოდ რთულია მან მოხვედრა და მართლა აი სასწავლებლებს უნდა გჯეროდეს ადამიანს, რომ
შევსებიდან მალევე ჩაირიცხო. ზოგს 1 წელი უწევს ლოდინი, ზოგს 2 წელი უწევს, ზოგს რამდენიმე ადგილებზეა დამოკიდებული და ადგილობრივები ხა იმდენი არიან იტალიაშიც, საბრაგეთშიც, ჰოლანდიაშიც, ვისაც პარფიუმერიის სწავლა უნდა, რომ მართლა უარებელი რაოდენობით არიან, უბრალოდ შეიძლება ალესანდროს რეკომენდაციით მოხდა ისე, რომ გამიმართლა მოკლედ, ძალიან მადლობელი ვარ. რაც შეეხება სწავლა-განათლებას, პირველი კურსები იქნება ონლაინ. დაიწყება ონლაინ სწავლება. ნუ დაახლოებით ასე რომ ვთქვათ, აზრზე რომ იყო რა არის პარფიუმერია და როგორ უნდა შეეწყო ამ სფეროს და შემდეგ უკვე იქნება რომში პარფიუმერულ სკოლაში პრაქტიკული კურსები, ცოტა რაოდენობით ქიმიაც უნდა ისწავლო, ასე შემდეგ, ნუ მე მზად ვარ ჩავდო. კი, რა თქმა უნდა, ბიოლოგიაც უნდა ისწავლო. მე მზად ვარ რომ ჩავდო ჩემი მთელი სული და გული იმისთვის, რომ საქართველოს ყავდეს მომავალი პარფიუმერი და აგერე. მომავალი შედევრები უნდა კი, რა თქმა უნდა. გვაჩუქა მოკლედ და სანამ შენ გვაჩუქებ მომავალ შედევრებს, მე ახლა შემიჭერავს არ ვაანონსებ არაფერს, მაგრამ ჩემმა მაყურებელმა იცის რომ სუნამოზე მუშაობთ, მე და რამდენიმე პარფიუმერი ერთად და მოკლედ ასეთი სურნელის პროფილი ექნება. მე რომ აღწერო ეს არომატი არის ღვინის და საკმავის ჩემთვის ძალიან ლამაზი კომბინაცია, არა იმიტომ რომ ჩემია. მოკლედ დაგვიტესტე და თავად შეაფასე. კაი. ამ სუნამოს გამოსვლა იგეგმება ზაფხული შემოდგომისთვის. ძალიან მაგარი პერიოდია. კარგი პერიოდია, თან სახელი უნდა ერქვას, მაგას ყველაფერს ნელ-ნელა გაიგე. ცოტა ხანი. მინდა რომ უშუალოდ აი ეს შენი არა, სინთეტურობა, არა, მინდა რომ ყველა ნოტი დავიჭირო, აი გახსნიდან ბოლომდე. თავიდან იმასკენი არ არის სინთეტური. მართლა გულწრფელად მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ სუნამოსთან დაკავშირებით. ჯერ ხელში სემპლი გვიჭირავს, მაგრამ იმედია ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე უკვე ფლაკონები ელაგება გამზადებული. რადგან ეს ადამიანი მაგას იმსახურებს, მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ აუცილებლად, ფშიკ-ფშიკი. არა მარტო TikTok არხი, YouTube არხი გამოიწერეთ. YouTube გამოიწერეთ, ხახო TikTok-ზე. ანუ არ არის ადვილი, რომ ადამიანმა უსასყიდლოდ არაფრიდან გამომდინარე ადგე ასეთ სფეროში ჩაერთო, მაყურებელი მოიზიდო და უბრალოდ აი უსასყიდლოდ, უანგაროდ მათ ემსახურო, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა არომატები გააცნო და დაეხმარო რაღაცა, აი თუნდაც მილიგრამობით შეძენაში, სხვადასხვა სუნამობის დატესტვა, სხვადასხვა არომატებზე საუბარი, მართლა არ არის ადვილი და დიდ დროსაც მოიხმარს. ამიტომ ეს ადამიანი იმსახურებს ბევრ კარგ რაღაცას ცხოვრებაში, მე მინდა რომ ხელი მოგემართოს მაო შენ საქმეში, ძალიან მაგარი წამოწყებაა. და სხვათა შორის იმასაც უნდა ვცეთ პატივი, რომ ქართული ბრენდი ბევრი არ არის და მინდა რომ ამ ადამიანის ბრენდი იყოს და ორი, მაგრამ არ არის ცნობილი და მე პირადად არც ერთი მათი სუნამო არ ვიცი. ნუ ცირკოლია სუნამოები ვიცი და მეორე აღარ მახსოვს, დატესტილი არ მოხდა, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთე. მოდი ხა ვისაუბროთ ამაზე. აი მე რომ ამ სუნამოს ბრმად ტესტავდი ხა და არ ვიცოდი რომ შენია. მითხრა რომ ეკუთვნის ვიტყოდი რომ ეს არის რაღაცა ძალიან მაგარი ბრენდის სუნამო. შეიძლება მე ვქო რომ ამუაჟის სუნამოც არის სადღაც, იმიტომ რომ იმდენად მაგარი არომატია მართლა, აი პირდებით არინანებთ, ვინც შეიძენთ მომავალში. ხო და მინდა თქვა რომ ისიც ამუაჟის ფასი არ ეხება. ხო, თავარია და 50 მილილიტრი 750 ლარის არ ეხება, მოგითხრა ჩვენ ძმებს. აი ამ სუნამოს სულ ჩაოლებრივად დაუწერდი ყველანაირ ყულის გარშე 10-ნაც. აი ნახე მეც გიტა პირდაპირ ჩემ გემოვნებაში ჯდება ეს სუნამო. არ მინდა ხალხო ცუდა დააღიქვათ და ისე აღიქვათ თითქოს ახლა მე ძალით ვაქებს სპარტაკი ან მე ვაქებ ჩემ სუნამოზე მეტად იმიტომ რომ არა ეს სუნამო ჩემთვისაც 10-დან 10 კულიანი არის და ეს რატომ მოხდა ეს არ მოხდა 3 დღეში და რომ ვიღაცამ გამომიგზავნა და ვარა კაი სუნიებს არა ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ამ სუნამოზე მუშაობა უკან რამდენიმე მილაგია ეს პატარა რაღაცეები როგორ უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ და ნუ რაღაცა არ არსებული არომატიდან მივიღეთ ეს არომატი ინგრედიენტები ჩემი მოთხოვნა იყო რომ ფასი გაზრდილიყო წარმოების და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინგრედიენტები სინთეტური მოლეკულები და ნატურალსები ყოფილიყო გამოყენებული ჩემთვის ეს სუნამო ჩემ კოლექციაში რაც მაქვს 80%-ს მირჩევნია დაჟე 80%-ს იმიტომ რომ ახლა ცოტა თავმდაბალი ვარ თორე შეიძლება მარტო ეს დამეტოვე ნუ არა ბარაუნდას არ მირჩევნია კარი მაგრამ ეს არის მოკლედ აი ღვინო
საკმეველი თამბაქოც არის გარეული. ვისაც გიყვართ ალკოჰოლური პროფილი? ამის ინტერპრეტაცია თუ იცი? არა. ყივჩახის პაემანი. მართლა? აი რას ქვია ქართული? ხო დაბრუნდებით შენი ტუჩებიც ისე ტკბილია როგორც ბადაგი და დუღებისას. მართლა რაღაც ბადაგის სუნი არ აქვს როდესაც ის არის. უყურე როგორი სიტუაცია? იმდენად ლამაზი საკმეველი აქვს, იმდენად ლამაზი პროფილი აქვს. იმდენად ლამაზი, აი პირდაპირ შეიძლება პირველივე წამებში გაგახსენოს რაღაც სიტუაციაში საქართველოს. ნუ გვინოსთან რამდენად მაგარი გვინო გვაქვს ხო ჩვენ სამშობლოში? რამდენად მაგარ გვინოს აწარმოებს საქართველოს? წითელი ღვინის არომატი უნიკალური, ცოტა საკმეველთან და ტყავთან ერთად. აი ოდნავ ხილოვანი ნოტაც აქვს, მაგრამ იმდენად არა პროგნოზირებადია, ვერც წარმოიდგენ თუ აქვს თუ ძალიან არ დააკვირდი, იმდენად მაგრად არის ეს ყველაფერი გათამაშებული, რომ აი მე პირდაპირ სუნამოს ვასოცირებ ხოლმე მუსიკასთან. როგორც მუსიკას აქვს ლამაზი კომპოზიცია, ისე სუნამოს აქვს თავისი ლამაზი კომპოზიცია. ყველას ინდივიდუალური გემოვნება აქვს მუსიკაშიც და სუნამოშიც. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია გიგა ადამიანი, ნიშ პარფიუმერია უყვარდეს და შენი სუნამო არ მოეწონოს. მართლა ძალიან კარგია. აი მართლა ძალიან კარგია. სადღაც მახსენებს Liquid-ის Bloody Woods, მაგრამ Bloody Wood-ი და ეს რო დამიდონ და არ ვიცოდი რომელია, დარწმუნებული ვარ რომ ამას ავიღებ. აი 100%-ით. იმდენად მაგრად არის გათამაშებული. თავიდან ძალიან გავს Bloody Woods, მაგრამ შემდეგ ის არის რომ უკვე რაღაც მოშოკოლადისებრ რაღაც თამბაქოში გადადის ხის ნოტებთან ერთად. და ბალი არის ოღონდ ბლის აი ახლად ბლისგან რო გამოხდი მე ერთს გეტყვი რა პარფიუმერთან კონტაქტი არ გაწყვიტო მართლა მაგარი რაღაც შექმნა ამასთან მუშაობას ვაპირებ თუ ვინმე მიცით ძალიან კაია ერთადერთი პრობლემა მაქვს ლოჯისტიკურ ამბავში რომ აი საქართველოში არ შეიძლება რაღაც 1 ნახევარ ლიტრაზე მეტი მოცულობის სითხის ჩამოტანა და არ ვიცი მაგრამ შე როგორ დავუხდები ამდენი მაყურებელი ყავს გიგას ვინმე თუ იცით როგორ რამე საშუალება თუ იცით ამერიკიდან როგორ შეიძლება ჩამოიტანო დიდი მოცულობის სითხე მაგრამ ეს გადამზიდები არ მინდა ნუ გადამზიდებმა უარი მითხრეს და ვინმე გადამზიდები თუ მიყურებთ ასე შემდეგ გადავიხდი ფულს გახსენებთ კიდევაც არ არის პრობლემა ეგ სუნამო ჩამომატანინეთ აქ რამენაირად არ მინდა ახლა ვიღაც ნაცნობები ეძებო და ის კაცი ვაწვალ რომ გადავინაწილოს პარლამენტში იმიტომ რომ ეგ სახალხო დავეხმაროთ ამ ადამიანს დავეხმაროთ ნუ ეს უსასყიდლოდ არ თქო დახმარებას ხალხო ანუ მზად არის ყველაფერი ეს წარმოგიდგენთ ახლა საქმე კეთდება ქართულ პარფიუმერიაში რომ ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბრენდი უნდა ჩამოყალიბდეს და ერთ-ერთი ძალიან მაგარი თავს არ ვიქი მართლა არაფერი მაგრამ ის ფასი და ის სუნელის პროფილი რომელიც ამ სუნამოს ექნება არ ვიცი 80%-ის ნიშას მიჩვენია მე პირადად აი გეტყვი რომ 90%-ით ეს სუნამო არ იქნება 300 ლარზე ძვირი კი და აი წარმოიდგინეთ უბრალოდ რა მაგარი ფასია რა მაგარი არომატია და ბოლო-ბოლო იცი რომ სუფთა უსაფრთხოა რა თქმა უნდა ამაში ხაზები და რაღაც არ არის რა თქმა უნდა IFA-ის სერტიფიკატები იქნება სუნამოს ასოციაციის მოდი დავეხმაროთ ამ ადამიანს იქნება უყოთ საშუალება რითიც ეს ადამიანი ამ სუნამოს ჩამოიტანს ფლაკონებით და ხო ვინმე თუ იცით აუცილებლად მომწერეთ და პატივისცემა ჩემზე ერთი ბოთლი ამის ჩემზე იყოს მე სპარტაკ საინტერესო რაღაცაზე საუბრობდი ან თვითონ ალესანდრო გულწიერი აპირებს ჩამოსვლა საქართველოში ეს იქნება წელს ამზაფხულში 99%-ით ამზაფხულს თუ რაღაც არ შეეცვალა გეგმები ან რაღაც მსგავს მაგრამ უეჭველი ჩამო და მე მაინტერესებს ამ მოსაწვევს შენ ვინ გაძლევს ეს ქართული მაღაზია სადაც იმართება ეს პრეზენტაცია თუ თვითონ გულწიერი ზანები აი ეგ ცოტა პრობლემური თემაა საქართველოში რა არავის არ გამოგზავნია მოსაწვევი საქართველოსდან თვითონ ალესანდრომ გამომიგზავნა მოსაწვევი ონლაინ მოსაწვევი ნუ იქ მედო TikTok-ზეც მედო Instagram-ზეც ვინც ნახეთ მაყურებელმა გიგი მიცოდა პირადად იმიტომ რომ გიგის შევეხმიანე პირველი სიხარულისგან გიგისთან მე დიდი ხანია მეგობრობ ვინც იცით ვინც არიცით და ეგ ძალიან მეწყინა რომ არც ერთ ქართულ კომპანიას არ გამოგზავნია არასდროს მოსაწვევი ზოგადად და არც ერთ ქართულ კომპანიას არ გამოგზავნია არც შემთან და არც გიგისთან მოსაწვევი თუნდაც კოლაბორაციების დროს თუნდაც როდესაც ახალი ბრენდი შემოდის ქართულ ბაზარზე და წარდგენები ხო აი ბრენდებს უცხოურ ბრენდებს მაგალითად ახასიათებს ესეთი რაღაც და უცხოურ მაღაზიებსაც რომ ის ადამიანები ვინც მათსავე სახელმწიფოში მოღვაწეობენ
კონტენტ კრეატორობით. არა მარტო მაცხოვრის სახელმწიფოში, ხო, რა თქმა უნდა, უცხოელებსაც კი იყო. ეძახიან, აი ფეისის წარდგენების უნამოების ყველა კონტენტ კრეატორი იყო და 13,000 რო ყავს გლობალურ ფოლოვერი, ეგენიც რო დაპატეჟებულები იყო. მაგრამ აი საქართველოში ეგ კულტურა ვეგარ ვითარდა და ძალიან წინს მაგას და გული მწყდება რომ ადრე მწყინდა და ახლა რაღაცნაირად სასაცილო არის ჩემთვის, იმიტომ რომ ისეთი ბრენდები მეხმიანებიან, ანუ მეგულისხმობს უნამოების ბრენდებს, თუნდაც არაბული სუნამოები ვიცით მაგ ბრენდებთან ეგ ბრენდები მათ შორის ხადლაჯი ორიენტიკა ფარის კორნერიც აპირებს რამდენიმე სუნამო გამომიგზავნოს პლუს ერთ-ერთი ფრანგული ნიშური ბრენდი არის რომელსაც ჯერ არ გეტყვით და სიურპრიზად შემოგინახავთ ეგენის გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე და აპირებდნენ რაღაც სუნამოს გამოგზავნოს კორეული ბრენდია ამერიკული ბრენდი მიდევს აი წარმოიგინე უბრალოდ აი ეგ ბრენდები წერენ და მითანხმდებიან თანამშრომლობის დეტალებზე რაღაც თუნდაც PR ფაკაჯი რომ აი შენ ეგ გამოგიგზავნით რაღაც 5 სუნამოს განიხილეთ და შემდეგში გავაკეთოთ კოლაბორაცია და აქეთ რო გთხოვს ტიპი რომ აი კარგად თანამშრომლობ და ქართულ კომპანიებს მივწერე რამდენიმეს მივწერე რა არა მარტო პარფიუმერულ თემატიკაში ზოგადად გინ სტარტაპი იყოს გინ ისე და პასუხიც არ ვიმიღე განაის რომ არა ვარ დაინტერესებული ახლა და მე ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ კაცი შეწუხება არ მიყვარს იმდენად არ მიყვარს რომ როგორც აქეთ რომ აწუხებს ადამიანი ზედმეტად ახლა შეწუხებაში მას არ გულისხმობ მომწერა და არა რო გთხოვს გაუჩერებლად რაღაცას და მე არ შემიძლია ახლა რაღაც დავადგე და პროსი მოვთხოვო რომ შენ ბიჭურად არ მომწერე და აქცეთი ისენი მაქვს ხო ბუდასაწყვეტია რატო აი წერან ნეკალის მაგალითზე თქვი აი ამ აზადის ბრენდი არის ნეკალი წარმოებელი და ცოლქმარნი არიან და მოკლედ ცოლქმარს აქვს ეს ბრენდი დაარსებული და ნუ ეხა დასამალი რა მაქვს ესპანეთში შევიდნენ თქო ხო გითხარი და ტიპებმა ყველა ვინც კი არსებობს ესპანეთში ინფლუენსერი კონტენტ კრეატორი აზრი არა აქვს 500 ფოლოვერი ყავს 1000 ვისაც კი ნახსენები ყავს უბრალოდ ეს ბრენდი და რაღაცით პატივს სცემს ყველას დაუძახეს მე შევთავაზე ამ ბრენდს დასამალი არაფერი მაქვს საქართველოში შემოსვლა მითხრეს რომ თუ გვიპოვი ისეთ მაღაზიას ისეთ ვისთანაც ვითანამშრომლებს და შევძლებთ რომ ჩვენი ბრენდი წინ წავუწიოთ, ნუ ვიფიქრე, მაგრამ ანუ სპეციალურად არ შევთავაზე არავინ. იმიტომ რომ როდესაც არ გიფასებენ შენ შესაქმეს და უბრალოდ არაფრად არ ვთვლიან, ვფიქრობ რომ არჩენა უნდა აიტკიო ავტკივარ თავი, გამერთანხმები და არ უნდა შესთავაზო არავის არაფერი რა. ვინც არიცით თვის ბოლოს იქნება ჩემი საიტი, სადაც შეგიძლიათ მილilitrობით შეეცინოთ სუნამოები ან თუნდაც სრული მოცულობებით. და ამ კომპანიას მე დავუკავშირდები. ხო, აი კომპანიას მე დავუკავშირდები ამ კომპანიას. მე და შენ მივწეროთ, მე Instagram-ზე მაქვს ამ კომპანიასთან კომუნიკაცია და მე შენ დაგიხმარები, რომ ეს ბრენდი შენ შემოიტანო საქართველოში და თვითონაც არაფერზე არ გეტყვიან, მორს იმდენად მაგარი ხალხი არიან, იმდენად კარგი ადამიანები არიან ეს სოლქმარნი, იზელი და ქმარს რა ქვია დამავისვა, მაგრამ მოკითხვა ქმარს. ხო, ძალიან კარგი ხალხი არიან. ანუ ჯერ მარტო იქიდან დავინახე ამ ხალხის სიკეთე, რომ სუნამოს ყიდულობ და ჯერ კიდევ გამოუსვლელი არომატის სემპლიც კი გამომიგზავნეს და მთხოვეს რომ ჯერ არაფერი თქვა სანამ ჩვენ გაყიდვაში არ ჩაუშვებთო მეც არაფერი მithქვია დაველოდე როდის ჩაეშვა და მე დავდე აზადის მიმოხილვაც და უკვე ნარცისიც შეურია და უახსენე რომ საჩუქრად გამომიგზავნეს ჯერ კიდევ გამოუსვლელი არომატის სემპლი და ეხლა 2025-ში კიდევ ერთი არომატი აქვს დაგეგმილი ნახოთ ჩემი აზრით ანუ სამივე დატესტილი მაქვს აუ რო გამხსენებოდა სემპლებს წამოგიღებდი მაგრამ მე შემდეგისთვის გადავდოთ. კი, შემდეგისთვის გადავდოთ. აი დაახლოებით როგორი უნიკალური და კარგი არის ეს, ისინიც ეგეთია, ნარცისი მთლიანი ბოთლი მაქვს ნაყიდი და ველოდები როდის ჩამოვა ერთი სუნი მაქვს. აი ეს ვიდეო მეგობრებო თუ ავა 700 ლაიქზე, შემდეგი ეპიზოდიც იქნება სპარტაკთან ერთად და არა მარტო სპარტაკთან ერთად, მსგავსი სტილის ვიდეოები ბევრი დაიდება არხზე და სანამ ბოლოსკენ გავალთ სპარტაკ მე მაინტერესებს როდის დაიწყებ უშუალოდ საინფორმაციო კონტენტის კეთებას, ეს ედიტები რაღაცები გასაგებია, როდის გელოდოთ პლატფორმებზე. დაგეგმილი მაქვს უკვე, რა. ნუ ალბათ TikTok-ით დაიწყებ, როგორც ყველა, რომ პლატფორმად გამოგიყენო, რომ შემდეგ YouTube-ზე შემოვარდე. დაგეგმილი მაქვს უკვე, იმაში მაქვს განათების, მიკროფონის, აღჭურვილობის ხი შეძენა, რაც მჭირდება. მეგობრებო, აი ეს არის ჩემი მიკროფონი, ეს არის ჩემი სამაგრი, რომელიც რეალურად სამაგრი არ არის, არ ვიცი რა არის. მაგრამ განათება გვაქვს 60 ლარიანი, მშვენიერი 2 წელი. თუ ვიმე გაქვთ სურვილი რომ გამოგვიგზავნოთ ატრიბუტიკა, უარს არ გიტყვით არაფერზე.
ამიტომ მოდი უბრალოდ ერთად ვეცადოთ, რომ საქართველოში პარფიუმერია მეტად დაიხვეწოს, მეტად განვითარდეს, რაღაც წინ წავიდეს კიდევ უფრო და უფრო და მეტმა ადამიანმა გაიცნოს. ხო და აი კიდე რაზე მინდოდა ერთ რაღაცაზე მინდოდა საუბარი, კიდევ კარგი რომ გამახსენდა. მოდი ცოტა ვისაუბროთ. აი ერთხელ და სამუდამოდ დაეშვა ამ ამბავს წერტი, რა არის პირველი ხაზი? ეგ მგონი უკვე დასმული არის წერტილი და არსებობენ უბრალოდ ესეთი ადამიანები, რომლებიც მაინც არ ცნობენ ამას და ბოლომდე ებღაუჭებიან ამასუნამოს. მიხარია როცა ვხედავ რომ გიგისთან თუნდაც ლაივში, თუნდაც კომენტარებში, ვიდეოების ქვეშ და ასე შემდეგ წერენ ხალხი რომ მილიგრამობით შეძინა, მივესალმები. ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა თუ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება რომ იყიდოს თლიანი ფლაკონი, შეიძინოს რამდენიმე მილიგრამობით. რომ თქონდეს საშუალება, მე ყოველთვის ყველა ვარიანტ შახსანამ მაგალითად ურმარაკუია შევიძენდი, ჰიბისკუს მახაჯადის გზაში მაქვს, სანამ ამ სუნამოებს შევიძენდი, აი სენსპლიტიდან 2 მილiliტრიანები გამოწერილი მაქვს, რომ ნახო რა არის ახ 700 $700 ვარ მიმართყეში რაღაცას და მერე და დამრჩება, ესე უნდა გავლანცხო ეს სუნამო და თქო და იყიდოს. ხო, აი რაღაც არ მოდის კონტრასტში ეს რედაქტორი. უბრალოდ ფეიქს უნდა მოსდასხმას, მეგობრებო, ჯობია საერთოდ არაფერი არ დაისხადა. ფეიქს უნდა მოარის. გეტყვით რაც არის რა, არავინ არ იცის სად უზადდება, სად არის ჩამოსხმული, საიდან არის აი ყველაზე მაგარი ალტერნატივა თუ აი ფეიქ რატო უნდა იყიდო ფეიქ როცა შეგიძლია რა სტანდარტულად რასაც უყურებ 140-160 ლარის პარკლებში და 130-ში არის ეს Honorant Glory ხო? აი ეს არის afnan-ის ახალი სუნამო 9PM Rebel. ეს არ დამიტესტოს, მათხოვევა. ბიჭო, ეს არის ბაკარას და იმის ნაერთი ავენჯერს. არასდროს არ ვამბობ იმას, რომ ბიუჯეტური სუნამოები არ ვარგა, კლონები არ იყიდოთ, ეგ არის სისულელე. ვისაც რა უნდა ის დაისხას, ვისაც რა მოწონს ის დაისხას, ვისაც რა ბიუჯეტი აქვს ის დაისხას, მაგრამ თავარი არის არ დაისხათ ფეიკები და არ დაისხათ ვაგზალზე გაყიდი სუნამოები. აი ახლა ეგ რებელიც ნუ 150-170 სპარკლებში არის და ეს სუნამო ბიჭო 130 ხარ და რა გინდათო ხილოვანი სასიამოვნო ყოველდღე და ის ხან ძლიერი არის ხალხი არის გადათას ფეიქში ამ სუნამოზე ხალხი იცინოდა რომ რა მაგარი სუნია აქვს რომ ეგ პროსტა უყვირდა ხალხს რომ ეგეთი სუნამოები არსებობს რაღაც ჰუბა-ბუბას საზამთროს საგეჭერეზინის რაღაც ეგეთი სურნელი მოაქვს და რატო უნდა იყიდო ფეიკი? აი მართლა რატო უნდა იყიდო? აი ავენტურსის კლონებსაც მაგალითად ლავენტურს ალარამენის ან სუპრემესი სილვოს აი 130 ლარში შემოიტან სუპრემესი ნოთოლიტესი რომელიც გიგიმ დამატესტინა პირველად იმდენად მომეწონა პერფორმანსიც არომატიც კომპოზიციაც ყველაფერი იმდენად მაგარი აქვს რომ პირდაპირ გიგი დამეხმარა მაქსიმუმ ჩამოტანაში და ჩამოვიტანე და დღემდე ვხმარო მაგას. ეხლა ზაფხულსვეულები, იმიტომ რომ ციტრუსოვანი, ხილოვანი პროფილი აქვს და უფრო ზაფხული გაზაფხული სეზონს უხდება და ძალიან დიდ პატივს ვცემ მაქსიმუმს და ზოგადად მე რაც შევატყე აფლაინ და ლატაფა მართლა უკვე ცოტა მაგალა წაიწიდნენ. მაგალითად ვინც არის იცით კვენტინ ბიშის დაიქირავა ლატაფა და პიტერი აქინტენსი რო გამოუშვა კვენტინ ბიშის ნამუშევარი არის და კიდე ბევრი პარფიუმერი და ეს უბრალოდ უკვე სახუმარო საქმე აღარ არის, ანუ ბრენდი ცდილობს რომ არა მარტო კლონები შექმნას მაღალი ხაზის კლონები შექმნას და თავის ინდივიდუალური ხაზიც გააკეთოს. ანუ ტერიაკ ინტენსის პრეზენტაცია იყო პარიზში. კი. ანუ ლატაფა უკვე და აფნანიც საერთაშორისო მაღალ საფეხურზე არიან ჩვეულებრივად და შეგიძლია ჩვეულებრივად 30-40-50 ეს სუნამოები ხო რაღაცა ფეიკის ყიდვას ჯობია. ხო, ანუ მაგას შიპინგს და ანუ კარი 120-დან 160 ლარამდე ყველა ამათ ჩამოიტან რა. და თან ესეთი ისეთი სურნელები არის რომ 2-3 სპრეიზე მეტი საჭირო აღარ არის და შესაბამისად ნაკლებს იყენებ და უფრო დიდხანს გიჩერდება, ხო? რა თქმა უნდა. შეიძლება ერთი სუნამო ვერ ჩასალო ერთი წელი იმდენად ძლიერი იყოს. აი Honorant Glory აი დარწმუნებული ვარ 7 თვე ვერ ჩაცლით. იმიტომ რომ 2 სპრეიზე მეტი უბრალოდ სისხლელია რა. თუ არ გინდა რომ ის იყო. მოსიარულე გამოსნაყენი. ხო, თორე. მოკლედ სპარტაკ, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, აუცილებლად იქნები ჩვენ ახზე ხშირი სტუმარი. და გელოდებით TikTok-ზე, გელოდებით YouTube-ზე და ველოდები შენ პარფიუმერული თავგადასავლის გაგრძელებას. მადლობა. და აუცილებლად გელოდებით რომ შაბეჭდილებები გაგვიზიარო გულწირისთან შეხვედრა. თუ მე დარწმუნებული ვარ რომ მე მან ივენტს ვერ მოხვდები. ან არ მოხვდები. მე პირადად უზრუნველყოფ რომ გიგიც ჩემთან ერთად იყოს. მაინტერესებს რა ხა საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სად როგორ რანაირად ტარდება, უბრალოდ თვითონ ეს სურნელი მაინტერესებს მე ზავდეს და აუცილებლად მაგრამ ხო ამის შაბეჭდილებების გასაზრდებლად გელოდები, შემდეგ გზას დაგილოცავ პარფიუმერის იქნება მან და ერთად ჩავწევ ვიდეოებს. ხო, გზას დაგილოცავ პარფიუმერულ სამყაროში და მე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გველოდება. მადლობა ხალხო, ბოლომდე რომ გიყურეთ.
არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მოწონების შემთხვევაში ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ და 700 ლაიქს ავიყვანოთ, რომ შემდეგი ნაწილიც დაიდოს. დააკომენტარეთ თქვენი აზრები. სპარტაკის TikTok-ის ლინკი აღწერაში იქნება მითითებული, Instagram-იც და ასე შემდეგებიც. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. და კიდე ერთი დავამატოთ მეგობრებო. დავეხმაროთ ამ ადამიანს, როგორც ვახსენეთ, ისეთი კომპანიის ან გადამზიდის პონაში, რომელიც ამ ადამიანს ამსუნამოს შემოტენებს, იმიტომ რომ ეხლა ისე მომდის ამსუნამოს მინდა მართლა აი უსაზღვრო ემოციების ქვეშ ვარ, იმდენად მაგარია და იმდენად ჩაჯდა ჩემი გემოვნებაში. აი მართლა 10-დან 10 უწერ ამსუნამოს, არა იმიტომ რომ შენია, იმიტომ რომ უბრალოდ მართლა შედევრია. 10-დან 10 ჩვეულებრივად ამსუნამოს და მე დიდი სიამოვნებით მექნება 1 ან 2 ბოთლი მაინც ცოტა კოლექციაში ამსუნამოს, იმიტომ რომ უეჭველი გიქნება. აი ძალიან მაგარია, ორი სიტყვით ავწეროთ, რომ არის ძალიან მაგარი. კი. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.